ზვიად გამსახურდიას ბევრი მომხრე გამიჯავრდება და ბევრი მომხრე გამაკრიტიკებს. მიხეილ სააკაშვილის ბევრი მომხრე გამიჯავრდება და გამაკრიტიკებს, მაგრამ ახლაც გუშინდელი კონტექსტის არ იყოს, მე უნდა ვახსენო ედუარდ შევარდნაძე. ედუარდ შევარდნაძე იყო ისტორიული ფიგურა ჩვენს ქვეყანაში, რომლის მომხრეც ეგრა მაგის პასუხია ბარემღა ვიტყვი. მე არასოდეს ყოფილვარ, არ ვარ და არ ვიქნები. მაგრამ ედუარდ შევარდნაძე იყო ისტორიული პერსონა ჩვენი ქვეყნისათვის და დღევანდელი გადასახედიდან, ხაზგასმით ვამბობ ამას, ედუარდ შევარდნაძე არ აღმოჩნდა, არ არის უარესთა შორის უარესი, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლება რომ არ მოეგდო ხელთ, გადატრიალება სახელმწიფო კონსტიტუციური გადატრიალება რომ არ მოეხდინა ჩვენს ქვეყანაში გასული წლის, კი არა 24 წლის 26 ოქტომბრიდან და 28 ნოემბრიდან ასეთი ცუდი ტიპი რომ არ ყოფილიყო ცუდი მმართველი საქართველოსთვის კატასტროფის მომტანი, ვინც ის და ედუარდ შევარდნაძეზე ერთ კინკილა დადებით სიტყვასაც კი არ დავძრავდი, მაგრამ რაღაი მოვიდა ბიძინა ივანიშვილი. რაღაცა არის ის საქართველოს მმართველი და ამასთან ყველაზე დიდი ხანია. ყველაზე მეტი წელია, ბევრი წელია მართავს შევარდნაძეზე, მსახურდიაზე ხო თავისთავად სააკაშვილზე მეტი წელია მართავს ქვეყანას და მართავს უცუდესად და ანგრევს ამ ქვეყანას. ედუარდ შევარდნაძე ერთი ან ორი კინკილა დადებითი სიტყვა უნდა თქვა. შევარდნაძემ, რომელიც ბანდიტებთან იყო შეკრული, ბანდიტებმა მოიყვანეს 92 წელს მარტში. 95 წლამდე მართავდა ბანდიტებთან ერთად, ანუ იოსელიანთან და კიტოვანთან ერთად. 95 წლიდან მართავდა სხვა ბანდიტებთან, თარგამაძე, კვირაია, იგორ გიორგაძე, აღარ მახსოვს ზუსტად რომელ წელს მოიცილა ეს უკანასკნელი, სხვები და სხვები, სხვა ბანდიტებთან ერთად მართავდა ქვეყანას. შევარდნაძე, რომელმაც საქართველოს შეიყვანა დსთ-ში, რომელმაც დაკარგა, თლად მისი ბრალი არ არის, მაგრამ თქვენის ნებართვით ასე ვიტყვი, დაკარგა აფხაზეთი არასწორად ითამაშა იმ ხანანანო 92-93 წლებში. ბალტინის ჯარი შემოიყვანა 93-ში და ბალტინის ჯარს გაანადგურებინა ზვიად გამსახურდიას მომხრეები. შევარდნაძე, რომელმაც ალბათ უზარმაზარი როლი ითამაშა ზვიად გამსახურდიას ისე ტრაგიკულად დაღუპვაში, როგორც დაიღუპა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ოფიციალური ვერსიით თვითმკვლელობაა, მაგრამ მაღალზე მაღალი ალბათობით ეს იყო მკვლელობა. იყო გულუას რაზმი, იოსელიანი, სხვები და სხვები, იოსელიანი აბდო. ესე ვიტყვი. და რუსები რასაკვირველია პირველ ყოვლისა. შევარდნაძე 97-დან 98-დან თუ გნებავთ ასე ვიტყვი, 4-5 არ 6 ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომლებსაც რომ არ მიესალმო წარმოუდგენელია. მაგალითად, გუშინაც ვილაპარაკე ამ თემაზე კონტექსტში. მაგალითად, ბაქო ჯეიხანი, მაგალითად კონსტიტუციის მიღება, ამაზე არ მისაუბრია 95 წელს, როცა ააფეთქეს სხვათა შორის აგვისტოს თვეში. მაგალითად, ევროსაბჭოში საქართველოს გაერთიანება, გაწევრიანება, მაგალითად ფუნქციის განსაზღვრა საქართველოსი სატრანზიტო ქვეყანა უნდა ყოფილიყავით, შუა დერეფანი, აბრეშუმის გზა და მნიშვნელოვანია სხვა სიტყვების თქმაც, წარმოთქმაც ახლა. მაგალითად ამერიკელების შემოყვანა, მაგალითად ნატოს კარზე მიკაკუნება პრაღაში და თქმა იმისა, რომ საქართველოსაც უნდა გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. მაგალითად წვრთნისა და აღჭურის პროგრამის დაწყება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი პოზიტიურ აქტივში უნდა ჩაუთვალოთ ედუარდ ამბროსის შევარდნაძეს და უნდა ვთქვათ მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეზე უარესი მმართველი გვყავს ახლა, რომელიც სახელმწიფოს აუქმებს, რომ შევარდნაძესაც კი აი ესეთ შევარდნაძეს 92-დან 99 წლამდე რომ იყო საშინელი მმართველი, კომუნისტი შევარდნაძე. შევარდნაძესაც კი უნდა გავხედოთ, მოდი ასე ვიტყვი, კონტროვერსიულად უნდა ამბივალენტურად უნდა შევაფასოთ. ორმაგად, ცუდიც იყო და კარგიც. 10 ცუდის წილ ერთი კარგი საქმე გაუკეთებია
ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძეს, რომლის დაბადების დღეს იყო 25 იანვარს, არის 25 იანვარს და გუშინ შემსაავტორო გადაცემაში კონტექსტი მას ედუარდ შევარდნაძეს დაბადების დღის გამოც მათ შორის მე მივუძღვენი რაღაც სუყე პასაჟები. კვლავ ვიტყვი რომ იქაც თქვი და ახლაც გავიმეორებ რომ მისი მომხრე არ ვარ, არ ყოფილ ვარ, არ ვარ და არ ვიქნები. რასაკვირველია. მაგრამ ყველაფერი თუ შედარებითია, ბიძინა ივანიშვილთან შედარებით, ედუარდ შევარდნაძე სახელმწიფო მოღვაწეა. ბიძინა ივანიშვილი კი არის უარესი ვიდრე სერგო ორჯორიგიძე მეთქი. ვიტყვი ასე. საერთოდაც თუ ესე 2-2-ზე უნდა გავყოთ საქართველოს მმართველები და ერთ წუთს დავარებოთ თავი პრეზიდენტად რომ მუშაობდა გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტს, უგებოთ ასე ვიტყვი, ან პრეზიდენტად რომ მუშაობდა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტს ასე ვიტყვი, მაგრამ უნდა გავყოთ 2-2-ზე, ხო, მაგ შემთხვევაში ზვიადი და მიშა ერთ გუნდში არიან აჩკარად და ედუარდი და ბიძინა მეორე გუნდში არიან. ბიძინა სწორედაც რომ თუ პრეზიდენტებზე ვილაპარაკებთ და ბიძინას გამოვთიშავთ, ზვიადიც, ედუარდიც, ედუარდი ყველაზე ცუდია ჩემი აზრით. მიშაც, გიორგის და სალომეც ეს ხუთეული ერთ გუნდში არიან, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან საოცარი და საშინელი დაპირისპირებებიც კი ჰქონიათ მიშას ედუარდთან, ედუარდ, ზვიადთან, მიშას, გიორგისთან, გიორგის, სალომესთან, სალომეს, მიშასთან და ღმერთმა უწყი სალომეს ზვიადთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ასე ვერ გავყოფთ, ბიძინა ივანიშვილი იყო მმართველი ყოველთვის 2012 წლიდან ამოგვიგებათ იმისა, ვინ იყო პრეზიდენტი, ეგრე ყაბელაშვილიც პრეზიდენტია და ჩაიწერება ალბათ სამწუხაროდ რომ ის მე-6 პრეზიდენტი იყო, მაგრამ ის ხო მმართველი არ არის. ის ხო ჩალისფასიანი პოლიტიკოსია. ჩალისფასიანზე უფრო ძვირი პოლიტიკოსები იყვნენ, ასაკვირველია გიორგი და სალომე, ქალბატონი სალომე და ბატონი გიორგი მარგველაშვილი ანუ და ზურაბიშვილი. მოკლედ ედუარდ შევარდნაძეზე მომიწია ორი დადებითი სიტყვის თქმა, ბევრი დამძრახავს ამის გამო, ვიცი, მიშისტები, ზვიადისტები, ზვიადის მომხრეები, მიშას მომხრეები, ედუარდის მომხრეები ვიღა არიან, ოჯახი არის ალბათ, კი არა ნამდვილად, მაგრამ კიდევ არის ალბათ ერთი 5-7 ან 10 ათეული მოქალაქე, ვინც ედუარდს მისტირის. მე არ მივტირი. 25 იანვარს იყო დაბადების დღე და მე გამომრჩა, აი რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს რა თვითკრიტიკულიც უნდა იყო ადამიანი, გამომრჩა რომ 25 იანვარს დაბადებულა და 48 წლის გამხდარა გუშინ ბევრად დიდი ვიდრე ედუარდია პოლიტიკოსი, მოღვაწე, გმირი ედუარდი გმირი არ ყოფილა საერთოდ, მოკლედ ბევრად მასშტაბური კაცი სოფლიო ისტორიაში ვიდრე თვით ედუარდ შევარდნაძეც კი, რომელიც იცნობდა გენშერს, კოლს, ბეიკერს, ძმაკაცობდა საბჭოთა კავშირის დანგრევაში, მიიღო მონაწილეობა ბერლინის კედლის ჩამონგრევაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გუშინ 48 წლის გახდა უკრაინის დღევანდელი ლიდერი, დამოუკიდებლად იმისა, როგორ გაგრძელდება მისი პოლიტიკური კარიერა, როგორ დასრულდება მისი პოლიტიკური კარიერა. რას მოუდებენ შარად, ადრე იქნება თუ გვიან, ან არ მოუდებენ. დამოუკიდებლად იმისა, როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი. უკრაინის გმირი ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი. და მე მინდა თქვა ორი სიტყვა მასზე, სვიად გამსახურდია ჯოხარ დუდაევმა, საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირებზე ვლაპარაკობ. საბჭოთა კავშირში ვინც იყო იმ პირებზე ვლაპარაკობ. სვიად გამსახურდია ჯოხარ დუდაევმა, ვიტაუტას ლანდსბერგისმა, მიხეილ სააკაშვილმა, ვიქტორ იუშენკომ. არ მინდა ვინმე გამორჩეს. ბალტიის სახელმწიფოების ცალკეულმა ლიდერებმა, ყველა მეთქი ასე ვიტყვი. უკვე შემდგომ, აი 90-იანი წლების შემდგომ, ან 90-იანი წლების შუა პერიოდიდან. უგლებრივ ყველა, მაგრამ აი ამ ხუთმა განსაკუთრებით რამდენადაც მე ვახსოვს და ვხვდები. აგრეთვე ესე იგი ზვიადმა, ჯოხარმა, მიშამ, იუშენკომ, ვიტაუტას ლანდსბერგისმა და სხვებმა ხელ უკუღმა აარტყეს ამა თუ იმ ფორმით რუსეთს. მაგრამ ყველაზე უფრო მეტად ხელ უკუღმა აარტყა რუსეთს
ზელენსკიმ და ამ თვალსაზრისით პირველ ყოვლისა არის ის დასაფასებელი პერსონა, რაც არ უნდა ილაპარაკოს ქართული ოცნების ფრთებქვეშ მოქცეულმა პროპაგანდისტულმა რუსულმა მედიამ და რუსმა, ქართულგვარიანმა რუსმა სპიკერებმა, რომლებიც ამ მედიაში გამოდიან. ეს არის გმირი კაცი. ხელუყუღმა რომ არა ერთხელ ზელენსკის ამ მსახიობს არა იდენტობით არა პოლიტიკოს კაცს 2022 წელს ანუ წინააღმდეგობა რომ არ გაეწია რუსეთისათვის ვინ იცის ახლა ჩვენ ვიქნებოდით ერთგვარ ერთიან საბჭოთა კავშირის მაგვარ სხვა სახელწოდებით მაგრამ მაგვარ სახელმწიფოში უკვე ანტიგმირების ყავს ერთ ანტიგმირზე განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას ანტიგმირების ყავს ყოფილ საბჭოთა კავშირს. მაგალითად, ლუკაშენკა არის ანტიგმირი. პუტინზე აღარაფერს ვიტყვი. ელცინიც კი, რომელიც პუტინზე რბილი კაცი იყო, ვეება, მაგრამ რბილი. ორი პუტინის ხელა, სამი პუტინის ხელა, პუტინი მედვედევის ხელა, ერთად და პლუს კიდევ რაღაც შოიგუს ხელა დამატებით. ეს ვეება კაციც ელცინის მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული რაღაც 2-3 ნაბიჯი შეიძლება მოგეწონოს მისი ტანკზე როგორ ავარდა მაგალითად, ოდესღაც ის იყო ანტიგმირი, ის იყო იმპერიალისტი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმპერიას ებრძვიან და არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმპერიას ემსახურებიან. შევარდნაძე როგორი იყო, თუ მაინც და მაინც ედუარდზე, გითხავთ კვლავ მინდა გავიმეორო, რომ ეს იყო კაცი, რომელიც თავის დროზე ემსახურებოდა 70-იანებში 90-იანების დასაწყისში სულაც არ ებრძოდა იმპერიას პირიქით, მეტი და მეტი რუსეთი შემოიყვანა და რუსეთს დაანიშნინა აქ მინისტრებიც. რაგვარი იყო ის? ვარდიკო ნადიბაიძე, იგორ გიორგაძე და სხვები. მაგრამ მეორეს მხრივ ედუარდ შევარდნაძემ რაღაც ალიევთან ერთად მამა ალიევს გულისხმობ, გაკვალა საქართველოს და გამოკვეთა საქართველოს ფუნქცია. მაგრამ მოდი გავანებოთ თავი ერთს ედუარდს, რომელიც გუშინ 98 წლის აგახდებოდა, რომელსაც გუშინ დაბადების დღე ჰქონდა. არსებობენ რუსეთის მსახურები და რუსეთის მოწინააღმდეგეები. ნაზარბაევს არ მივტირი, ის არის მოწინააღმდეგე. ასაკვირველია უკაცრავად მომხრე რუსეთისა. ტოყაევიც განსაკუთრებული აზრის ამ კაცის მიმართ არ ავარ, თუმცა ცდილობს ის რაღაცა ყაზახეთის ერთგვარ გადარჩენას, ყაზახეთის სუვერენობის გადარჩენას. ეგრე ნაზარბაევი ცდილობდა, მაგრამ ის მაინც იმპერიის მსახური კაცი იყო, მეთქი ასე ვიტყვი. იმ ხუთეულთან ყოველ შემთხვევაში გავიმეოროთ, ხო? ზვიადი, ჯოხარი, ვიტაუტას ლანსბერგისი, ვიტაუტას ლანსბერგიში მიშა და იუშენკო და მიშა და პლუს ზელენსკი მეექვსე ვერ მოვა ვერც ერთი მათგანი. დისიდენტები იყვნენ ესენი ყველანი ერთგვარი, ზვიადი პირდაპირ მნიშვნელობით, ჯოხარი სულაც არ იყო დისიდენტი პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ ხელუყუღმა ამრთმელი იყო იმპერიისათვის და ასე შემდეგ. მოკლედ წუხვარ რომ გამოვჩა ზელენსკის დაბადების დღე გუშინ და სუყე თავი მას არ ვუძღვერი სწორედაც რომ და რამ მალაპარაკა ედუარდზე მეთქი ამასაც ვამბობ ხმამაღლა ვნანობ 25 იანვარს თუ ვის მეზე უნდა ილაპარაკოს სწორედაც რომ ზელენსკიზე უნდა ილაპარაკო თურმე კი არა ნამდვილად ისევე როგორც 21 დეკემბერს უნდა ისაუბრო მიშაზე იმის მიუხედავად რომ შეიძლება 47,000 ვუტრიებ 570 საკრიტიკო სიტყვა კი არა აზრი გქონდეს მასთან დაკავშირებით გავიხსენოთ წარსული გავიხსენოთ მისი ცალკეული არასწორი ქმედებები მისი ხელისუფლების ცალკეული პირების დანაშაულები შეცდომებზე აღარაფერს ვამბობ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ ახლა რომ გადაიაზრებ და სუმაუც რომ აკეთებ ხო მიშა იყო იმპერიის წინააღმდეგ მიშა წავიდა იმპერიის წინააღმდეგ ხანდახან შეცდომას უშვებდა ზვიადის უშვებდა შეცდომებს თუმცა გულახდილები ვიქნებით ედუარდიც კი რომელმაც შესანიშნავად იცოდა რუსეთი მუშაობდა სხვა თუ არაფერი ისიც უშვებდა შეცდომებს განა არა ზელენსკისაც დაუშვია შეცდომები მაგალითად იუშენკოსაც ვიტაუტას ლანსბერგისაც და დუდაევსაც კი მასხადოვის შეგვიძლია მაგრამ მაგის პასუხია იმ 5-ულსა თუ 6-ულს მივათვალოთ ჩავწეროთ ისიც ხელუყუღმა ამრთმელი იყო ეგრა მაგის პასუხია რუსეთისათვის დუდაევი რაღა ივახსენე მასხადოვიც უნდა ვახსენო ალბათ კი არა ნამდვილად მოკლედ 25 იანვარი ზელენსკის დაბადების დღეა და სლავა უკრაინე героям слава ეს უნდა ვთქვათ სულ რუსკი военный корабль
იდი და აღარ დავასრულებ, იმიტომ რომ YouTube-მა შეიძლება დამბლოკოს ამის გამო, ის ესეც უნდა ვთქვათ. რაღაც განადგურება რუსეთს თუ უშუალოდ პრეზიდენტ პუტინს, ხო, ესეც უნდა ვთქვათ. პუტინი მთავარია, იმპერიის ღერძია. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ 25 იანვარს, სწორედაც რომ ზელენსკიზე, 21 დეკემბერს, სწორედაც რომ მიშაზე, 31 მარტს, სწორედაც რომ ზვიადზე, გავსერჩავთ თქვენის ნებართვით პარალელურად, როდისაც დაბადებული ჯოხარ დუდაევი ან მიდაუღლას ლანსბერგისი, ამასაც აღმოვა, შენ კი არა მივაქცევ ყურადღებას და გავაბახვილებ ამაზეც ყურადღებას, ესე იგი დუდაევ ჯოხარ 15 თებერვალს რამდენიმე ხანში 44 წელს ყოფილა დაბადებული. უნდა ვილაპარაკოთ ყოველ 15 თებერვალს ჯოხარ დუდაევზე, ლანსბერგისი ცოცხალია, ლანადს პერგის ვიტაუტას ლანსბერგის 93 წლის არის და 94 წლის გახდება მიმდინარე წელს 18 ოქტომბერს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვოთ ამ გმირკაცს და ასე შემდეგ. ახლა მე კითხვა მაქვს სხვაგვარი. ვინ ილაპარაკებს, აი დადგება 18 თებერვალი და 70 წლისა შეიქნება, გახდება 7-იანი და 0 თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე, ბიზინა ივანიშვილი, ვინ ილაპარაკებს მასზე? ქართული ოცნების წარმომადგენლები სკამზე რო დადგებიან და ისე რო შესვავენ ბიზინა გრიგოლიძე ივანიშვილის ადგილზეც ეს ცხადია. მაგრამ კიდევ ვინ ილაპარაკებს მასზე დადებით კონტექსტში. და მე უკვე სიმართლე გითხრათ, ეჭვი მეპარება ან წამეფიქრა, რომ ილაპარაკებენ არა მხოლოდ ქართული ოცნების მომხრეები, არამედ ბიზინას როგორც დიდ მოღვაწეს ასე შეაფასებენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც თითქოს და არიან მისი კრიტიკოსები. არა, ალბათ სკამზე არ შედგებიან და სადღეგრძელოს არ დალებენ მისას, არ შესვამენ, არ წარმოთქვამენ მისი დღეგრძელობის თაობაზე სიტყვებს, მაგრამ შესაძლოა, მაგალითად, თქვან რომ იცით რა, ბიზინა პრინციპში მაინც მასშტაბური კაცია. მან აი ამ турбуленციაში, ამ საშინელებაში, რომელიც გარშემო ტრიალებს, ქვეყანა რომ გადაარჩინა, ეს ფაქტია, გადაარჩინა. ხა მე გეტყვით რომ ჭყალებში ცხადია. ჭყალებში გადაარჩინა. აქ ომი არ არის, მაგრამ არ არის ომი. ის რაც ვიხდება ჩვენს ქვეყანაში, ამას ომი არ ეწოდება, არ უნდა ვუწოდოთ. იმიტომ რომ ეს არის ჰიბრიდული ომის და ჰიბრიდული ომის არის ჰიბრიდული ომის სხვა ელემენტებიც ომის ნაწილია. ჰიბრიდული ომის სხვა ელემენტებიც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც აწარმოებს ომი, რომელსაც აწარმოებს რუსეთი. ეს არის ტვინთა რეცხვა, ანუ ფსიქოლოგიური ზეწოლები, მედია ომი, ეკონომიკური ომი, ფსიქოლოგიური ომი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ბიზინა ივანიშვილი ხო კონვენციური ომი არ არის, ადამიანები თითქოს და არ კვდებიან, მაგრამ რასაც სჩადის ჩვენთან დემოკრატიას რო ანადგურებს და გაანადგურა. ქვეყანას ზოგადად რომ ანადგურებს და გაანადგურა, ინსტიტუციებს რომ ანადგურებს და გაანადგურა, მოქალაქეებს ინდივიდუალურად რომ ებრძვის, ანადგურებს და გაანადგურა. პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკას კლავს პოლიტიკურ პარტიებს რომ ანადგურებს და გაანადგურა. არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ინდივიდს, პატუსაღები რომ ხავს და ასე შემდეგ პატიმრები, ძევლები. ესეც არის ჰიბრიდული ომი. და სწორედ რუსეთის მიერ არის წარმოებული და არა ბიზინა ივანიშვილის ჭორბილურ ტვინში მომწიფებული იდეების იმპლემენტაცია, განხორციელება კი არ ხდება, არამედ სწორედაც რომ რუსეთის კარნახით სჩადის ამ ყველაფერს ბიზინა ივანიშვილი. ხო და 70 წლის ხდება და მე ეჭვი მაქვს რომ ცალკეული ეგრეთ წოდებული ჩვენი ბაბლის წარმომადგენლებიც, რომლებიც აღმოჩნდა რომ და ეს პრინციპში ვიცოდით, უბრალოდ მალავდით, რომ ერთგვარად თანამშრომლობენ, ურთიერთობენ. ერთგვარად კომფორტულად არიან მათ შორის ბიზინა ივანიშვილის პირადაპირ მსახურებთან. ისინიც ვინიც ის და იტყვიან შემდეგ სიტყვებს, ხო? იცი რა არის, მიშაც არ გვინდა რა თქმა უნდა.
მაგრამ არც ბიზინა გვინდა და იქნება მესამე ძალა ვნახოთ. მართლა უნდა ვნახოთ, განა არა. არ გეგონოთ რომ არ უნდა ვნახოთ. მართლა უნდა ვნახოთ. რაღაც დროს მიშა. მაგრამ ამას რო ამბობენ აი ეს ტიპები, რომლებიც თანაბარ დონეზე აყენებენ მიშას და ბიზინას, ეს ტიპები არიან საბოლოო ჯამში ბიზინას ირიბი მოკავშირეები. მიშა არ უნდა დაბრუნდეს. ხაზგასმით ვამბობ ამას. მაგრამ მიშა არის რუსეთისათვის ხელის უკუღმა ამრტყმელი და იმ გუნდში, იმ 6-ეულის თუ 7-ეულის გუნდში, რომლის ლიდერიც არის ზელენსკი, იყო ზვიადი, იყო თავად მიშაც, იყო ჯოხარი, იყო ლანdsbergisi, იყო მასხადოვი და იყვნენ სხვაებიც, განსაკუთრებით იუშენკო უნდა ვთქვა და ბალტიის სახელმწიფოების ცალკეული ლიდერები, მაგალითად ფრაიბერგა, მაგალითად ქალბატონი ფრაიბერგა და სხვაები და სხვაები. და მიშას და ბიზინას გათანაბრება როგორც ასეთი არ წარმოუდგენელი ამბავია, რაც არ უნდა კრიტიკულად იყო განწყობილი სააკაშვილის მიმართ. ახლა ვიკითხავ, რას შვებით ადამიანებო 18 თებერვალს 70 წლისა გახდება ეს თქვენი ბელადი უარესი ვიდრე სერგო ორჯონიკიძე, იმიტომ რომ იმ კაცს სერგო ორჯონიკიძეს ქემაინც გაცხადებული ჰქონდა რომ საქართველოს სახელმწიფო არ უნდა ყოფილიყო და იმ იდეას ემსახურებოდა რა იდეაც ჰქონდა, სტალინს ჰქონდა პირველ ყოვლისა, საქართველოს განადგურების თაობას. ბიზინა ივანიშვილი ასე გაცხადებულად კი არა, რბილ-თბილად გვინგრებს ქვეყანას. და გავიგე რომ ზარქუა, გავიგე რომ დიმიტრი სამხარაძე, გავიგე რომ ირაკლი კობახიძე, გავიგე რომ პაპუაშვილი შესვამენ მის სადღეგრძელოს სკამზე ავლენ და ისე, იმიტომ რომ მის გარეშე ისინი ხო ფუჩეჩები არიან. მაგრამ რას შვებით თქვენ? ადამიანები, რომლებიც თითქოს და მას ეწინააღმდეგებით, მაგრამ პრინციპში ეგუებით და ყველაფერს ან შესაძლებლობების მინიმუმსაც კი არ აკეთებთ იმისათვის, რომ ბიზინა ივანიშვილი როგორც ასეთი მოშორდეს ამ ქვეყანას. თქვენ ასე იაზრებთ, როგორც ბოდიში, ჩემი გააზრება არ არის შესაძლოა მნიშვნელოვანი, მაგრამ ასე იაზრებთ, რომ ვიტაუტას ლანdsbergis-ის ან ზვიერ გამსახურდიას მიშა სააკაშვილის, ჯოხარ დუდაევის გუნდ ზელენსკის პირველ ყოვლისა. გუნდში უნდა ვიყოთ, თუ კომპრომისო ბრძოლა არ იქნება რუსეთის და მისი საცეცების წინააღმდეგ, ეს საცეცები ლუკაშენკოები, იანუკოვიჩები, იგორ გიორგაძეები, ასლან აბაშიძეები, სხვები და სხვები დარჩებიან. და აი ამ პრორუს პოლიტიკოსთა შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე უფრო პრორუსი კი არა რუსი ვაგლახ რომ აღმოჩნდა ჩვენს ქვეყანაში. ნაზარბაევზე, გურბანგული ბერდი მუხამედოვზე, ის მაინც რაღაც თავის სივრცეში მყოფი აწუკი ყოფილი ლიდერია თურქმენეთისა და სხვებზე უარესი აღმოჩნდა. თენგიზ კიტოვანზე უარესი აღმოჩნდა ბიზინა ივანიშვილი. რუს სომხებს რომ ყავდათ არაერთი რუსი პრორუსი სომეხი, მათზე უარესი აღმოჩნდა. იმიტომ რომ მათ კიდევ ჰქონდათ ეს ავტონომიურობისა და ამა თუ იმ რესპუბლიკის, ამა თუ იმ ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცების ან შენარჩუნების იოტისოდენა სურვილი, მცდელობა. ხოლო ამას ამერავით არის სურვილი მსგავსი არა აქვს. ამას უნდა რომ დაანგრიოს ქვეყანაც, თავისუფლებას, იდენტობაც, ისე რომ 40 პირობითად წლის შემდეგ არავის არ კონდეს უნარი და ჯანი, რომ შეეწინააღმდეგოს მომავალ რომელიმე ხელისუფალს ქართული ოცნების წანაზარდს თუ ქართული ოცნების მიერ დატოვებულ რომელიმე პარტიას თუ პოლიტიკურ ჯგუფს თუ ინდივიდების ჯგუფს თუ ასე შემდეგ. მაგალითად ცოტნე ივანიშვილს 50 წლის შემდეგ, ცოტნე ივანიშვილის შვილს თუ შვილიშვილს. ივანიშვილის კლანი უნდა გააძლიეროს აც და მარადის ვიდრე 27 საუკუნე პირობითად ცხადია. ხო და რას შვებით? ვინ სვამს სადღეგრძელოს ბიზინა ივანიშვილისა, ან ვინ ამბობს გულში მაინც რომ ბიზინა რომ არ ყოფილიყო საქართველო და იღუპებოდა. ვინც ამას ამბობს, თქვენს რუსები ხართ. ბიზინასთან ირიბად შეკრულები. ვინც თბილად ხართ ახლა და არ ღელავთ ბევრი პატრიოტის მსგავსად ყოველ სისხამ ამ ქვეყანაზე, ამ უკვე პრაქტიკულად დამთავრებულ ქვეყანაზე. ვინც სვამთ საქართველოს სადღეგრძელოს
და მღერით 3000 წელზე მეტი რაღაცა გიცხოვრია თუ გვიმღერია თუ რაღაცა გვიქნია. და უსაშინლეს მდგომარეობაში არა მხოლოდ დღევანდელ საქართველოს აგდებთ თქვენივე დუმილით, არამედ მომავალ საქართველოსაც, თქვენი შვილების და შვილიშვილების საქართველოს. ეს არის სიმართლე. და დანარჩენი ახლა ტკბილი და თბილი სიტყვები, თქმა მეც შემიძლია რა საკვირველია და ერთი 3 ლიტრა ღვინოს მეც დავლევ, რობო მინდომო. ახლაც კი. ნახვამდის.